ეხ მოგესალმებით ვიკა პირველ რიგში უნდა ითქვას რომ რაც შეეხება თქვათ განსხვავებებს წინა საპროტესტო ტალღებთან შედარებით ნამდვილად აი ამ 50 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის გვინახავს არაერთი საპროტესტო ტალღა მათ შორის იყო თქვათ ყველაზე ესეთი მძლავრი რაც გვახსენდება 2009 წელს ეგრეთ წოდებული მწვანე მოძრაობა ასევე 2010-იანი წლების მიწურულს იგივე სოციალური პრობლემებით გამოწვეული 2019 წელს ბენზინის გაზრდილი საწყოების გაზრდილებით გამოწვეული საპროტესტო აქციები და ასევე ძალიან მძლავრი ტალღა ეს იყო 2022-2023 წლები როდესაც სწორედ ამ ჰიჯაბის ტარების და ქალების თავისუფლების დროშის ქვეშ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები რაც განასხვავებს აი ამ საპროტესტო აქციებს წინა შემთხვევებისგან არის ერთის მხრივ ეკონომიკური კრიზისის სიღრმე და სიმწვავე, რომელშიც ისლამური რესპუბლიკა აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ მისმენეჯმენტთან, არაკომპეტენტურობასთან, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გამკაცრებასთან და ტრამპის დაბრუნებასთან ერთად თეთრ სახლში მან აღადგინა მისთვის ესეთი ჩაუვლევი პოლიტიკა ირანთან მიმართებით ეგრეთ წოდებული მაქსიმალური წნეხის ამასთან ერთად გაიაფთა ნავთობი დაახლოებით 20%-ით, რაც მთავარი საბიუჯეტო შემოსავალია ირანისთვის და ეს ყველაფერი საბოლოოდ გადაიზარდა იმაში, რაც თქვენ ახსენეთ თქვენ შესაძლოა სიტყვაში, როდესაც თქვათ პრეზიდენტმა პეზეშკიანის ინიციატივით დაიწყო ეგრეთ წოდებული სავალუტო ბაზრის რეჟიმი და ირანში მოქმედებს რამდენიმე გაცვლითი კურსი და ამის მიზანი, ამ გაცვლითი კურსის მიზანი, ანუ ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე 92 მილიონ ადამიანზე, რომელიც 50 წელია მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. აქედან გამომდინარე ეს ფინანსური სისტემა ძალიან ბევრი ესეთი სიმახინჯდით და ანომალიით ხასიათდება, რაც ნორმალურ ღია ეკონომიკებში უბრალოდ არ გვხვდება შედარებისთვის თუ კი 1979 წელს ერთი რეალის ღირებულება იყო 1 დოლარის ღირებულება შეადგენდა 79 რეალს, დღეს იგივე მაჩვენებელი არის დაახლოებით 1.4 მილიონი რეალი. ეს არის თქვათ მასშტაბი იმ ეკონომიკური არაკომპეტენტურობისა ამის ინდიკატორია. ეს არის ერთი ეს ეკონომიკური თქვათ პრობლემა და რაც უკავშირდება თავის მხრივ იმას, რომ საყურადღებო ასევე რაც რითიც განსხვავდება არის ეს საიდანაც დაიწყო ეს პროტესტი. ეს არის ეგრეთ წოდებული ბაზრის მოვაჭრეების კლასი, რომელიც თავის დროზე ისლამურ რევოლუციაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და სამღვდელოების საკვანძო პარტნიორად მოგვევლინა პრაქტიკულად 70-იანი წლების მიწურულს და ისინი მხარს უჭერდნენ რევოლუციას. სწორედ აი ამ როგორ თქვა სოციალურ ჯგუფში დაიწყო ის პროტესტი, რასაც ეხლა ჩვენ ვადევნებთ თვალს და ამის მიზეზი იყო სწორედ ეს თქვათ ეკონომიკური პრობლემები და იგივე რეალი გასული 1 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებით 80%-ით არის გაუფასულებული. და გარდა ამისა პოლიტიკური კონტექსტი იმის იმ კუთხით რომ პრაქტიკულად დანგრეულია და გაცამტვერებულია ის რასაც რეჟიმი ამდენი წლის განმავლობაში შიდა აუდიტორიაზე წყიდა როგორც თავის დიდ წარმატებას, რაც იყო ეს თქვათ რაღაცა შეიტური წინააღმდეგობის რკალი, რაღაცა პროქსი ორგანიზაციების მეშვეობით აგებული ისრაელის საზღვრამდე, აქ იყო ჰამასი, ჰეზბოლა, მობილიზაციის ჯგუფები ერაყში. ანუ ეს პრაქტიკულად ირანისგან დაფინანსებული ესეთ შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზაციების ქსელი იყო. ეს ქსელი პრაქტიკულად 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელისგან წამოსული სამხედრო დარტყმების ფონზე პრაქტიკულად განადგურებულია. ანუ ეს თქვათ რაღაცა რეგიონული ძლიერების ნარატივი, რასაც ისინი ყიდნენ და ჩვენ უნდა გავუხსენოთ, რომ თავად ეს ისლამური რევოლუცია მოხდა სწორედ აი ამ პანისლამური დიდი რევოლუციის ექსპორტის თვალსაჩინო, ხო, ანუ მათ ჰქონდათ ამის ამბიცია, რომ ისინი ყოფილიყვნენ პირველები ისლამურ სამყაროში, რომ ეს რევოლუცია გავრცელებულიყო სხვა ქვეყნებზეც და ეს მნიშვნელოვანი ელემენტი იყო მათ, როგორ თქვა, მათ სისტემაში. ეს დანგრეულია და გარდა ამისა, ირანმა გასული 1 წლის განმავლობაში განიცადა საკმაოდ დამამცირებელი მძიმე მარცხი ისრაელისგან ამ 12 დღიან ომში და შემდეგ უკვე ამაში ამერიკის შეერთებული შტატებით ჩაერთო და რამდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად განადგურდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომელზეც დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას აწუხებს ქრონიკული თქვათ ეს ეკონომიკურ პრობლემებზე ვისაუბრეთ, ინფლაცია მხოლოდ თქვათ საჭმლის და საკვების ნაწილში არის 70%-ს აღემატება.
და ვთქვათ ძალიან ბევრ რაიონში არის ელექტროენერგიის დეფიციტი, ასევე საუბარია იმაზე, რომ საჭირო შეიძლება გახდეს თეირანის დაცლა პრაქტიკულად და ახალი დედაქალაქის აშენება, იმიტომ რომ წყლის უკმარისობაა, ეს ყველაფერი უკავშირდება კორუფციას, არაკომპეტენტურობას, რაც ამ რეჟიმს ახასიათებს და რაც ბოლოს წლებში გაუარესდა. აკა, მე მაინტერესებს რა ჩანს, აი რა იკვეთება უკვე, რა ტიპის პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს, რამოდენიმე სცენარი რომ განვიხილოთ, ნუ ერთია რომ შეიძლება ჩაახშონ ეს პროტესტი, რასაც ცდილობენ და წარმოუდგენელია ხო მოკლულთა რაოდენობა, ვრცელდება ინფორმაცია რომ 4 შაბათს უკვე სიკვდილით დასჯა ემუქრება დაკავებულთა ნაწილს. ერთია რომ ეს პროტესტი, არ ვიცი, არ ჩაცხრება და მაგრამ აი რომც მინელდეს, რომც გაჩუმდეს, არის თუ არა ეს იმ ტიპის პაუზა, რომელიც აღარ იქნება, ასე ვთქვათ, სისტემური და ნიშნავს თუ არა ეს მაინც რაღაცა რეჟიმის დასასრულის დასაწყის ყველა შემთხვევაში. ხო, ანუ ეს პროგნოზები რთული საქმეა, მაგრამ რაც შემიძლია გაგიზიაროთ, თქვათ რაღაცა ექსპერტების მოსაზრება, რომლებიც ჩემთვის სანდო არიან და რომლებიც ახლოდან აკვირდებიან წლების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის და პირადად ალი ხამენეის ქცევას. ამ ნაწილში ვთქვათ რაღაცა უფრო ფართო სტრუქტურულ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ მართალს ამბობთ, რომ რეალურად ეს არის იმ ტიპის გამოწვევა, იმ ტიპის სტრუქტურული გამოწვევა, რომლის გამკლავებაც ამ ფორმაში მყოფ რეჟიმს არ შეუძლია. ხო, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვათ ეს პანისლამური რაღაცა დიდი გამაერთიანებელი ესეთი რევოლუციის იდეოლოგია პრაქტიკულად მკვდარია. ხო, დღეს ეს უკვე ირანის მოსახლეობას აღარ აღელვებს, ამ მოსახლეობას უნდა ნორმალურად ცხოვრება, უნდა რომ სულ მოქონდეს ნორმალურ მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ელექტროენერგიაზე, როცა ეს ყველაფერი შესაძლებელია, ხო ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბუნებრივი რესურსებით შესანიშნავი ადგილმდებარეობით ქვეყანაზე, რომელსაც აქვს ყველაფერი იმისთვის, ყველანაირი რესურსი, რომ იყოს წარმატებული და ვსაუბრობთ რეჟიმზე ასევე, რომელიც ჩაფლულია ამ კორუფციაში, რომელიც ვეღარ მალავს, თქვათ, ამ ფარისევლობის აღვირახსნილი ფარისევლობა, ხო, ანუ ერთის მხრივ გვაქვს ესეთი რაღაც გაუვალი სიღარიბე და მოსახლეობის 30%-ზე მეტი პრაქტიკულად და განსაკუთრებით ახალგაზრდებში უმუშევრობა მაღალია და მათი თქვათ ეკონომიკური მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე თქვათ შედარებით ასაკობრივად უფრო მაღალი. ანუ ფიქრობთ, რომ ეკონომიკა არის მაინც მთავარი საკითხი ამ პროტესტში, ვიდრე პოლიტიკური კონტექსტი და შეცვლა რეჟიმისა? მაინც რჩება, იმიტომ რომ რატო გეკითხებით, რომ სხვათა შორის ისეთი ქალაქები, რიგით მეორე ნომერი ქალაქი, სადაც არასოდეს არ უნახავთ დემონსტრაციები, მათ შორის იმ კატეგორიის ხალხია გამოსული ქუჩაში, რომელიც არასდროს უნახავთ პროტესტზე აქამდე. ეს არის ეკონომიკური ხო? ხედავთ ისეთი ჯგუფების მობილიზაციას, ეს არის ქალები, ეს არის სტუდენტები, ეს არიან ახალგაზრდა უმუშევარი კაცები, რომლებიც ამ დრომდე მიიჩნეოდნენ, რომ ისინი უფრო რეჟიმის მიმართ იყვნენ ლოიალურად განწყობილები და ასევე ხედავთ აი ამ ბაზრის ვაჭართა კლასს, რომლებიც აქამდე ამ საპროტესტო მოძრაობაში არ მონაწილეობდნენ. ამ თვალსაზრისით ეს არის მართლაც სერიოზული გამოწვევა და თუ თქვათ რაღაცა ამ რევოლუციის წინაპირობების რაღაც წინაპირობებს წარმოვიდგენ, თქვათ რაღაცა ესე დაუნომრავთ და მოვიგდეთ, ნახავთ, რომ აი თქვა თუ არსებობს რაღაცა ხუთი წინაპირობა ამ რევოლუციური ცვლილებებისთვის, ირანი პრაქტიკულად ყველა მათგანს აკმაყოფილებს. ერთადერთი რაც თქვა, კვლავ დაუკმაყოფილებელი რჩება, ამ თვალსაზრისით არ ვიცით, როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს არის აი ამ რეპრესიული აპარატის ქცევა, ხო, ანუ იმიტომ რომ ესეთი ტიპის რეჟიმებში, როდესაც პრაქტიკულად ოპოზიცია შიგნით არ არსებობს, ხო, ანუ პარტიული ალტერნატივის სახით, ესე რომ თქვა, საპროექტი არ არსებობს. ასეთ ვითარებაში არ არის საკმარისი მხოლოდ ქუჩიდან წნეხი, ანუ ამისთვის რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა, რომ აი ამ რეპრესიულმა აპარატმა, ეს რეპრესიული აპარატი და ამ შემთხვევაში იგულისხმება პირველ რიგში გუშაქთა კორპუსი, რომელიც რეალურად წარმოადგენს სახელმწიფოში თავისი უზარმაზარი ეკონომიკური აქტივებით და პოლიტიკური გავლენებით მივიდეს იმ დასკვნამდე და ჩათვალოს, რომ მისთვის
აი ამ რეჟიმის დაცვა უფრო წამგებიანი იქნება ვიდრე უმოქმედობა. და აი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მინდა აქვე კითხო, არა გვაქვს სამწუხაროდ ბევრი დრო, როგორ აღიქვამს ირანის საზოგადოება, გულისხმობ რა თქმა უნდა ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას, შეერთებულ შტატებს იმ ფონზე, როცა რეჟიმი ალბათ ცხადია პროტესტის დისკრედიტაციას, ტერორისტებს ეძახის, ამ ადამიანებს ამართლებს, მათ პირდაპირ ლიკვიდაციას ქუჩაში უცხო ძალების თემით შეეცდება ცხადია უფრო მეტად დისკრედიტაციას ამ პროტესტის. აი ამ ფონზე რა გამოწვევა აქვს და როგორ უნდა საუკეთესო ჩართულობა ამერიკის შეერთებული შტატებისა, როგორი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილი და სენსიტიური თემა არის, ხო, მათ შორის ქუჩაში გამოსულ ხალხთან მიმართ. ცოტა ესე რომ თქვა დაუზვერავი ტერიტორიაა, ხო, ჩვენ არ ვიცით რა გავლენა შეიძლება მოყვეს. ვთქვათ, გასაგებია რომ შეიძლება ამ ხალხს აღარ ჯერა ვთქვათ იმ სლოგანების და ლოზუნგების, რასაც სამღვდელოება ესწრის, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც აგრესიულმა ჩარევამ შესაძლოა განზრახულისგან საპირისპირო ეფექტი იქონიოს. სწორედ ამიტომ რამდენადაც დასავლურ პრესაში ვკითხულობთ, განიხილება ჯერჯერობით ეგრეთ წოდებული არაკინეტიკური მოქმედების ოფციები. ხო, ანუ აი შეიძლება იყოს მაგალითად იგივე ვთქვათ სტარლინკების შეტანა კონტრაბანდული გზებით, რომელსაც იყენებენ სპეცსამსახურები, იქნება ეს მოსადი თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ჩვენ ვიცით რომ ირანში ამ ორივე სააგენტოს განსაკუთრებით ისრაელის საგარეო დაზვერვას აქვს სერიოზული პენეტრაცია და ეს ნახეთ გასული წლის ივნისში გამოიყენოთ თქვათ ეს კონტრაბანდისტული გზები სწორედ აი ამ სტარლინკების შესატანა ტერმინალების და უკვე ვთქვათ რაღაცნაირად კავშირის აღსადგენად ქვეყნის შიგნით და ასევე ამ პროტესტებს შორის ამ დემონსტრანტებს შორის და ქვეყნის გარეთ ასევე განიხილება ვერსია იმის შესახებ რომ ვთქვათ რაღაცა სხვა კიბერთავდასხმები განხორციელდეს რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე რომელიც მათ წაართმევს შესაძლებლობას ინტერნეტის გათიშვის ან რაღაც საინფორმაციო ბლოკადის უზრუნველყოფის თუ ასე შემდეგ. ანუ მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით ვთქვათ და რასაც დასავლურ პრესაში ვკითხულობთ, ჯერჯერობით ტრამპის ოფციები სწორედ ასეთი ტიპის რაღაც ნაბიჯებით ამ ნაბიჯებს განიხილავენ, თუმცა თავის მხრივ ვთქვათ რაღაც წერტილოვანი სახერო დარტყმებიც არ არის გამორიცხული, მით უფრო რომ გასული წლის ივნისის შემდეგ ირანის სახეობათა თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია, მას არ შეუძლია არც ისრაელის ავიაციის შეკავება, არც მით უფრო ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის შეკავება. მე ერთ-ერთი რაც შემიძლია უფრო მეტი როგორ თქვა მოლოდინით და ვარაუდით თქვა არის რომ მე არ ვალდები რაღაც ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ამერიკის მხრიდან უბრალოდ ირანის ტერიტორიაზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ის რომ ჩვენ ვიცით რა ხდება ვენესუელაში და იქ არის მობილიზებული ახლა ამერიკის საზღვაო სამხედრო ფლოტის დიდი ნაწილი. ამ დროისთვის აი ამ აუზში ვთქვათ არაბეთის ზღვის აუზში არ არის მობილიზებული ამერიკის ავიამზიდო ჯგუფი. აქედან გამომდინარე მათ შეუძლია ვთქვათ გამოიყენონ არაბულ ქვეყნებში თავიანთი საავიაციო ბაზები ირანზე ესეთი საჰაერო დარტყმებისთვის, თუმცა აქ მოსაოდნელია რომ თვითონ აი ამ არაბულ ქვეყნებს ექნებათ ვთქვათ რაღაც პრობლემა ამასთან დაკავშირებით და ისინი ამის წინააღმდეგები იქნებიან და ჩვენ ნახეთ უკვე ამ შიშის ფონზე გუშინ თუ არ ვშტები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ აი ამ შემთხვევაში თუ სწორედ აი ამ ბაზებს გამოიყენებენ ირანზე შეტევების მისატანად, ეს ბაზები გახდება ირანის ლეგიტიმური სამიზნეები. ამიტომ მე მგონია რომ უფრო ძირითადად ვთქვათ რაღაცა პირველად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვარიანტები რაც განიხილება არის სწორედ ესეთი არაკინეტიკური კავშირის აღდგენა, რეჟიმის კიბერშესაძლებლობების განადგურება ან დასუსტება და ამგვარად პროტესტის ხელშეწყობა და მგონია რომ უფრო უსაფრთხო ვარიანტი მოქმედების სწორედ ეს არის. ანუ ყოველ შემთხვევაში ასე რაღაცნაირად ვერ გაგრძელდება ეს ფაქტია რეჟიმი როგორ თუმცა ირანის ისტორია იმასაც გვაჩვენებს რომ ბოლო რევოლუცია ამ ქვეყანაში დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა იგივე ისლამური რევოლუცია მთელი 78 წლის განმავლობაში და სხვა შორის 16 იანვარს იქნება თუ არ ვცდები იუბილე შაჰის ანუ დღევანდელი
პრეტენდენტის ესე რომ ძალიან მინდოდა სხვათა შორის ამაზეც საუბარი შახზე, რომელიც აკეთებს განცხადებებს და ჩანს როგორც ლიდერი, ასე ვთქვათ, ამ საპროტესტო მოძრაობის, როგორი არის აღქმა თუნდაც მისი, მაგრამ სამწუხაროდ დრო აღარ გვჩება და იმედია მექნება კიდე შესაძლებლობა ამ თემებზე საუბრის შემდეგში.